ყველაზე საინტერესო რა არის ბავშვისთვის პირველი მოდელი სამყაროს ეს არის მისი მშობლები. ის თუ როგორ გაგრძელდება შენი ურთიერთობა სამყაროში, შენ დაცული იქნები თუ მთელი ცხოვრება უსაფრთხოების ძიებაში იქნები თუ აი თქვენ პირადი ურთიერთობა ახსენეთ. პირად ურთიერთობებში აი ეს ტოქსიკური რო ყალიბდება ადამიანი და ცხოვრება არ გამოსდის პირადი აქ უფრო დიდ როლს თამაშობს ემოციური დეფიციტი ბავშვისთვის. თუ მას აკლია სითბოს, სიყვარულის, მზრუნველობის, დაცულობის განცდა. ეხლა რატო არის ესეთი რთული ხო ბავშვისთვის გადატანა მშობლების დაშორების, იმიტომ რომ მშობლები ერთიანობაში აი ამ დაცულობის შეგრძნებას იძლევა სიყვარული, ემოცია და ჩვენ სულ საუბრობთ, რომ რაღაც ასაკამდე ბავშვი უნდა დაახრჩოს სიყვარულში. სამწუხაროდ ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც აი სტრესისგან ვერავინ ვერ დაგიცავს, ოჯახებიც ინგრევა, თუ არ ინგრევა არის ხშირად ოჯახებში ძალიან რთული ურთიერთობები, რთული ემოციური ფონი, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი ესე, რომ თუ არის ოჯახი, თუ არის დედა და მამა, ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვი იყოს ემოციურად დედის და მამისგან ამ გაზიარებული ემოციით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შემდგომში უკვე ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის. იმიტომ რომ ბავშვს არ უნდა ქონდეს დაუცველობის, მარტოობის განცდა. ეს არის ყველანაირი ფსიქოლოგიური პრობლემები.